სამყარო მშვიდობისა მეგობრებო, თქვენ ტაროს ხელოვნების გვერდზე მოხვდით, ჩემი სახელია მარია და დღეს მინდა განვმარტო, რას ნიშნავს მზისა და მთვარის პერიოდები. რატომღაც ძალიან ბევრ ადამიანს არასწორი წარმოდგენა აქვს იმასთან დაკავშირებით, რას გულისხმობს ეს მზის და მთვარის პერიოდები და რატომღაც არის იმის ილუზია, რომ ან ერთი ან მეორე შეიძლება იყოს დაბალ ვიბრაციული და ამ ყველაფერს უკარგავენ თავის დანიშნულებას. პირველ რიგში ვისაუბრებ, რას ნიშნავს მთვარის პერიოდი. ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი, სადაც ხდება ჩვენი ჩრდილების გამოღვიძება და მათთან მუშაობის ტენდენციები. ეს არის აუცილებლად გასავლელი პროცესი, სადაც ჩვენ უნდა ვისწავლოთ საკუთარი ილუზიებისა და შიშების დანახვა, თვალის გასწორება, დამუშავება, მათი მოთვინიერება და კონტროლი უნდა ვისწავლოთ, მათი გადალახვა უნდა ვისწავლოთ ამ პერიოდში და მაქსიმალურად გავიცნოთ ეს ჩვენი shadow side, რასაც ვეძახით, ხო? თუ ამის გაცნობა არ მოხდება, ვერ მოვემზადებით მზის პერიოდისთვის. შესაბამისად, ეს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პროცესია, შეიძლება არ ესასიამოვნო, მაგრამ საყვარელი პროცესია, იმიტომ რომ თუ კი შიდა ტენდენციებში არსებობს რაიმე ისეთი, რაც შეიძლება ხელს გვიშლიდეს წინარი საკითხებში განვითარებაში, ამავდროულად შეიძლება იყოს ეგრეთ წოდებული ენერგობუსტერი ჩვენთვის, რა გვაძლევს ენერგიას, რა გვაცლის ენერგიას ამ ყველაფრის გამორკვევა, მუშაობა საკუთარ თავზე, საკუთარ შეხედულებებზე, საკუთარ ქვეცნობიერზე, არაცნობიერზე, საკუთარ შინაგან კოდებზე და კოდირებებზე და მთვარის პერიოდში ზუსტად ხდება აი ამ ტენდენციების დამუშავება. რატო? იმიტომ რომ მთვარი არის ჩვენი ქვეცნობიერი, ჩვენი შიდა პროცესები, ჩვენი მეობა არის მთვარე, რომელსაც ხშირად ადამიანები შეიძლება თავს ვარიდებდეთ და მაინც და მაინც ალბათ არც შეიძლება თქვენს იყოთ ერთ-ერთი მათგანი, ვისაც არ უყვარს მარტო დარჩენა საკუთარ თავთან და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ იყოს სოციუმთან ერთად, მაგრამ საკუთარ თავთან მარტო არ დარჩეს. თუ თქვენ ასეთი ადამიანი ხართ, მე თქვენ გეტყვით, რომ თქვენ ძალიან ბევრი გაქვთ სამუშაო საკუთარ ჩრდილებთან და თქვენ ზუსტადაც რომ გჭირდებათ მარტო დარჩენა. მაგრამ პირველ ჯერზე თუ ის აქამდე არ გაგიკეთებიათ, მე გირჩევთ, რომ გქონდეთ კი არა და გყავდეთ ისეთი ადამიანი, ვინც ამ პროცესში იქნება თქვენთან ერთად და ეტაპობრივად პატარა მიმართულებას მოგცემთ, როგორ უნდა იმუშაოთ ამ პერიოდში თქვენს თავთან. ან შეგიძლიათ გაიცნოთ იუნგის პრაქტიკებს, იუნგის შეხედულებებს ამ მიმართულებებთან დაკავშირებით და კონკრეტული გამოძიებების ინფორმაციული ჩახედულობის შემდეგ კი ბატონო შეგიძლიათ დაიწყოთ მუშაობა საკუთარ თავზე. თუ დაუშვათ ეს არის წარმოადგენს თქვენთვის განსაკუთრებულ სისუსტეს ან სირთულეს, შეგიძლიათ ისედაც დაიწყოთ ამის პრაქტიკა თავისთავად. ეს შეიძლება არ იყოს ზოგისთვის მიზანმიმართული, შეიძლება უბრალოდ ბუნებრივადაც აკეთებდეთ ამას, თუმცა მე ახლა მიზანმიმართულ პრაქტიკაზე ვსაუბრობ. ახლა რაც შეეხება იმას, რატომ არის მნიშვნელოვანი მთვარის პერიოდი, ზუსტად მაგიტომ, რომ მოხდეს ამ ყველაფერზე მუშაობა და დამუშავება საკუთარი თავის გამოვლენისთვის. იქამდე სანამ გამოვლინდება, იმიტომ რომ გამოვლენის პროცესში რაღაცები შეიძლება არ მოგვეწონოს, თუ კი ეს ყველაფერი დამუშავებული არ არის. ახლა ვისაუბროთ მზის პერიოდზე, რომელიც ზუსტად ახლა იწყება ჩვენთვის 21 დეკემბერი, როდესაც მე ამ ვიდეოს ვწერებ, არის 21 დეკემბერი, იულდიდას დღესასწაული, მზე ბუდობა, შეიძლება ასე იცნობდეთ, შაბაში, ძალიან ბევრ რამეს ეძახიან ამ დღესასწაულს. ყოველ შემთხვევაში ძალიან ესეთი მარტივიანით რო ავხსნათ, ეს არის მზისა და მთვარის პერიოდი, როდესაც მზე და მთვარი არის თანაბარ ცენტრში და უკვე იწყებს მზე გამოღვიძებას, ანუ დღე იზრდება და ღამემ უკვე უნდა დაიწყოს შემცირება. შესაბამისად, იხსნება მზის კარიბჭე, სადაც ხდება ენერგიის გაღვივება და გამოღვიძება ბუნებაში და ბუნებას გადადის უკვე უფრო მეტად სიცოცხლის და აქტიურ ფაზაში, გამოღვიძების ფაზაში, ანუ რაღაც გამოიზამთ რა ბუნებამ, აი ეს რაღაც თავისი რესურსი ამოწურა, რაც წინა პერიოდებში დააგროვა და უკვე ამოიღო თავისი შედეგი და ახლა უკვე უნდა დაიწყოს ხელახალი აღდგენა. ანუ ეს არის ფაქტობრივად არკანი, ჩემი პირადი გადმოსახი
მიხედით არკანის სულელის ენერგია, როცა თავიდან იღვიძებს ეს ყველაფერი და თავიდან უნდა დაიწყოს მუშაობა იმ ყველაფერზე, რაზეც აქამდე უმუშავია და უკვე შედეგი მიიღო. შესაბამისად, რისთვის არის ახლა მნიშვნელოვანი მზის პერიოდი? მზის პერიოდი არის მნიშვნელოვანი ენერგიის აღდგენისთვის, ენერგიის გამოღვიძებისთვის, მოკრებისთვის, მუშაობისთვის, რაღაცა გეგმებისთვის, რეალიზებისთვის, გამოტანისთვის, მაგრამ უფრო მეტად შევსებისთვის, სანამ გამოვლენას დაიწყებს, უნდა მოხდეს აი ამ აქტივობებში მაქსიმალური ჩართვა, იმიტომ რომ მოხდეს მოკრება ამ ენერგეტიკული რესურსის. აი თუ დააკვირდებით, რა ქვია მას გამავიწყა. აი ესე რომ ბრუნავს. ამის სახელი როგორ დამოვიწყდა? წისქვილი. წისქვილი, რომელიც ბრუნავს, თავდაპირველად, როდესაც ჩართავთ წისქვილს, არ ვიცი, შეიძლება ვიდეოებში მაინც გქონდეთ ნანახი, თუ ესე ფიზიკურად არ გინახავთ. წისქვილს, როდესაც პირველად რთავ, ის თავდაპირველად იწყებს პირველად მოძრაობას, რომ მოიკრიბოს ენერგია, რომ უფრო სწრაფად იმუშაოს და წყალი დააგროვოს აი ამ თავის კალათებში, რომ შემდეგ გაამუშაოს დანარჩენი სისტემა. ზუსტად ასე ხდება დღევანდელი დღიდან. ჩვენ ვიწყებთ ამუშავებას იმისათვის, რომ მოვიკრიბოთ რესურსი, რომ ყველაფერი ჩადგეს ფუნქციურად სწორ მდგომარეობაში. ანუ ავამუშაოთ პროცესი თავიდან, მოვიკრიბოთ ენერგია და ავამუშაოთ. აი ეს არის ჩვენი მზის პერიოდი და მერე მოხდება უკვე გამომჟღავნება, გამოვლინება მაქსიმალური პოტენციალის და გამოტანა ამ ყველაფრის გარეთ. ამიტომ იმის აზრი, რომ სიტყვაზე ერთი პერიოდი აღიქმებოდეს დაბალ ვიბრაციულად, მეორე მაღალ ვიბრაციულად, ჩემი პირადი გადმოსახედით ეს არის არასწორი, იმიტომ რომ ორივე პროცესს აქვს თავისი დანიშნულება, ორივე პროცესს აქვს თავისი ფუნქცია და თავისი ვიბრაციული ელემენტები ინდივიდუალური გადმოსახედით, ვინ როგორ გადის ამ პერიოდს და რა მდგომარეობაში გადის ამ პერიოდს. შესაბამისად, ორივე პროცესში ხდება ვიბრაციების აწება, ისევე როგორც ვიბრაციების დაქვეითება, თუ კი არასრულებს პიროვნება თავის ფუნქცია მოვალეობას, თუნდაც მთვარის, თუნდაც მზის პერიოდში. ასე რომ ვთქვათ ესე, რომ ერთი პერიოდია დაბალ ვიბრაციული და მეორე მაღალ ვიბრაციული, ჩემი შეხედულებით ეს არის არასწორი მიდგომა. თუმცა შეიძლება ამაში ბევრი არ დამითანხმოთ, თუმცა ეს არის ჩემი მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად ნააზრევი, მოდი ესე რომ ვთქვათ, რომელიც ახლა მე მომაქვს თქვენამდე, იმიტომ რომ ჩემს პრაქტიკაში და ჩემს ცხოვრებაში ეს ასე მუშაობს. შესაბამისად, მე არ გელაპარაკებით რომელიმე ტიპის სადმე წაკითხული თეორიებით, მხოლოდ, თუმცა რა თქმა უნდა, ეს თეორიებიც არსებობს ჩემს ბაგაჟში, ესე რომ ვთქვათ, თუმცა ეს არის უფრო მეტად გამოცდილება, რომელსაც მე თქვენ გიზიარებთ, იმიტომ რომ თეორიულ ინფორმაციას ინტერნეტში ისედაც წაიკითხავთ, ამიტომ ამაში ვფიქრობ, ჩემი დახმარება არ გჭირდებათ. შესაბამისად, ეს პერიოდები რამდენადაც საინტერესო, ისე მნიშვნელოვანია ზუსტად ჩვენი აღმასვლისთვის, ისევ და ისევ ჩვენი მომავლისთვის და შემდეგი პერიოდებისთვის. როგორც ერთი ადამიანი ცნობიერდება და ერთი ადამიანი იწყებს აღმასვლას, გავლას ამ პროცესების სრულფასოვნად, ასევე ხდება შემდგომ დანარჩენ ადამიანებში, იმიტომ რომ ჩვენ კოლექტიური ცნობიერით ერთმანეთთან დაკავშირებულები ვართ. ამიტომ, როდესაც ერთი ადამიანი ცნობიერდება, მეორეში მაინც აუცილებლად ისახება მცირე ნაპერწკალი, საიდანაც ის გაცნობიერებას აუცილებლად დაიწყებს და ეს მოედება შემდეგ მთელ კაცობრიობას, ესე მიყვარს ხოლმე თქმა და ეს ასეც არის პრინციპში. იმიტომ რომ ეს არის მთლიანი ეგრეგორი, სადაც როგორც ერთეულები მოქმედებენ, ისე ერთეულებიდან ათასობით ადამიანი მოქმედებს. გისურვებთ წარმატებებს, გისურვებთ ბედნიერებას და ტკბილ, ნაყოფიერ და ბედნიერებით სავსე ახალ წლებს და გაგეტარებინოთ ეს პერიოდი მაქსიმალური ნაყოფიერებით, მაქსიმალური ენერგიით და აი ეს სიხარულის ენერგიები ამ ახალ წელს ეცადეთ, რომ მაქსიმალურად მოიკრიბოთ და შეკრიბოთ, იმიტომ რომ ეს ბედნიერება იქნება თქვენი წყარო შემდეგი პროცესებისთვის. მე კი დაგემშვიდობებით დროებით. მომავალ შეხვედრამდე.